Боже мой, რა ფერზეა ბავშვი, რა ფერზეა რა. და რა ხორცზე? ჩემი ხუმარა. აი, გაიწიე გადაგედება ნინი. ვაიმე, რა მოხდა? მე გადაედოს. არ გაგიგია ესეთი გამოთქვა, ცოლქმარს ერთად იავადმყოფონ. თუ როგორ არის? ეგეთი გამოთქვა არ არსებობს, დედა. აი, არსებობს. ნინი, დედიკო, არ გეწყინოს, მაგრამ ვერ უვლის შენ ქმარს. აი, ჩემთან სანამ იყო ფჩხილიც კი არ დგენია. შეჭაბულება ხომ მქონდა? ვაიმე, ჩემი სიკვდილი, აი, გაციებულია. ხო ხედავ, ეთქობა, აი, საბანი რო გადაცვა არ გადააფარე. მე რა სამბობ, თელი ღამე ჩემი საბანი ვათხოვე და დავაფარე. აი, ესე იგი გაოფლიანდა და გაცივდა. მე ვიცი რატომაც გავცივ. ვაიმე რა, დედიკო, მე მითხარი, მარტო მე მითხარი, ხო? დედა, დღეში იმდენჯერ მიდიხარ და მოდიხარ ჩვენთან, რომ ეტყობა ამ მოძრაობაში დამკრა ქარმა. Не смешно. აი ხო ავდგები ხა თორე ამდენი წოლისგან წელი ამტკივდა. მოდი ბაჭუნა, მოდი. ვაიმე დედა, თავბრუდა მეხო. ვაიმე, თავბრუდა ეხო. ოხ, ნინი რა. ვაიმე, ეთყობა დედიკო, ეთყობა მშიერი ხარ დედა და იმიტომ ხარ ცუდადე. არა დედა, ნინი მაკარონი გამიკეთა და ვჭამე. აჰა, გასაგებია, ესე იგი მოწამლული ხარ. დედა არსებობს რამე დაავადება, რისი გამოწვევი მიზეზიც მე არ ვარ? დედიკო, არსებობს. მაგალითად ინფექციური დაავადებები, ვაიმე, ბატონები ხომ არა აქვს. მუცელი მაჩვენე. რატო პრესაზიანებს? ვაიმე, მუცელი და მიწება. აი, вот, я же сказала. აი, აქ ხედა? არა, ეს ხალი არ არის? ვაიმე, ხალის გვერდით წითელი გამონაყარია. ვერ ხედავ, მაგრამ იქნებ ფარული გამონაყარია. ჩემი მე სასწრაფოდ ექიმთან უნდა დავრეკო. შენ კიდე ნინი მანამდე ჩაი მოუტანე, ხო, მეორე წინ დაამოაცვი და სარეცხი დაუთო. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.